არაფერი არ არის ისეთი დამფუძნებელი, როგორც ოპტიმიზმი თამაშდამოკიდებული ადამიანის ხელში. მე გამოვთვლი ისე მოვიქცევი, ისეთ ფერზე და ისეთ ფსონს დავდებ, რომ მე მოვიგო. საერთოდ არ აინტერესებს ის თანხა, რომც მოიგოს თანხა, მას იმიტომ უნდა კონდეს, რომ რა თქმა უნდა, რომ თავარია პროცესში დარჩეს. შენ შემთხვევაში ნიჭიერები, სწრაფები, სხარტები და აქვთ ამბიცია, რომ რაღაცას გამოთვლიან. და აი როგორც კი ყველაფერი დაალაგდება, ისევ წრეზე მიდიან. ამიტომ პირველი ეს არის, რომ უბრალოდ ადამიანმა აღიაროს, აღიარების გარეშე აზრი არ აქვს, ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრ, მე უნდა ვაღიარო, რომ მე მაქვს პრობლემა. მოგესალმებით, გრძელდება ზენ ცენტრის პოდკასტების სერია რეჰაბიტატი. ეს გახლავთ მესამე სერია, რომელიც ეხება თამაშდამოკიდებულებას. მე გახლავართ მარინა კაჭარავა, ზენ ცენტრის ფსიქოთერაპევტი. მე კიდე გიორგი სიჭინავა, ზენ ცენტრის თამაშდამოკიდებულთა ჯგუფის კონსულტანტი. კი ბატონო, საერთოდ თამაშზე დამოკიდებულება, როგორც უზნაძე ამბობს, თამაში არის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ქცევა. ბავშვი, რომელიც არ თამაშობს, ის ვერ ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის. ზოგადად თამაში ეს არის ბავშვის ქცევა და იმითაც, რომ ის თამაშობს სახლობანას, რაღაცა ვთქვათ იგივე ომობანას და ასე შემდეგ, ის ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის. თუნდაც თვეების ბავშვი, რომელიც ხელფეხს იქნევს. მაგრამ თამაში, რომელიც შემდგომში უკვე გადადის სტრატეგიად, შესაძლებელია ადამიანისთვის გახდეს პრობლემა, თუმცა ჩვენში ყოველთვის არის ბავშვი. ეს ბავშვი, ისევე როგორც დასრული, ისევე როგორც ვთქვათ ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და მშობელი, რომელიც მუდმივად გაკონტროლებს, ეს სამივე ინსტანცია არის ჩვენში. ბავშვს ყოველთვის უნდა გაძვრეს, ითამაშოს რაღაცა ისეთი იმპულსური ქცევა, რაც მოუნდება უცბად გააკეთოს. ეს შეიძლება ნებისმიერ ასაკში კონდეს ადამიანს და ზოგჯერ ამის გამო არაადეკვატურადაც გამოიყურება 50-ან 60 წლის ადამიანი, რომელიც ვთქვათ თამაშობს. მაგრამ რა ხდება აქ? რატო ხდება თამაშის სტრატეგია? მე მინდა აუცილებლად აქ შევეხო ერთ-ერთ ესეთ კრიზისულ პერიოდს ბავშვობის, რომელიც არის 3-დან 6 წლამდე. და 1-დან 3 წლამდე. ეს არის პერიოდები, როდესაც ხდება პიროვნული კარგასის ფორმირება, ხდება ჩამოყალიბება ხასიათის და 1-დან 3 წლამდე ყალიბდება ნებისყოფა, როგორც ერთ-ერთი პიროვნული თვისება და ნიშანი. ეხლა ვიღაცა იკითხავს, რომ 1-დან 3 წლამდე რა ნებისყოფაზე შეიძლება იყოს ხოლმე რა უნდა აკონტროლოს ბავშვმა? საკუთარი ტუალეტი. ბავშვი ამ დროს იწყებს საკუთარი ტუალეტის მოწესრიგებას, ქოთანთან ურთიერთობას. და იმის და მიხედვით, როგორ ახერხებს ამას, მისი ეს ქცევის პატერნი შემდგომში მას მიყვება ხასიათად და მიყვება რაღაცა წამყვან ქცევად. მაგალითად, ადამიანი, რომელიც არის უფრო მოწესრიგებული, ანუ ნახეთ, სპინკტერების ამუშავებაა, ხო? რამოდენიმე ნაბიჯი დარჩა ქოთნამდე და უნდა მოითმინოს. ანუ მოთმინებას სწავლობს, ხო? და ის, ვინც ამას ახერხებს, ის ახერხებს ცხოვრებაში მერე უფრო მეტად მოთმინებით და უფრო მეტად გადავადება სიამოვნების, იმიტომ რომ ქოთანზე დაშტომა არის სიამოვნება. და ის ამას, ვინც ამას ვერ ახერხებს, მას მერე ძალიან უჭირს იმპულსური ქცევის დათრგუნა, იმიტომ რომ მთლიანად ამ იმპულსების გაკონტროლებაზე ლაპარაკი და ჩვენ შუბლის წილში გვაქვს, ასე ვთქვათ, პრეფრონტალური კორტექსი, რომელიც არის მუხრუჭი. გაჩერება, სადაც შემიძლია და არასთქმა შემიძლია თუ არა, ეს არის და შუბლის ძარღვი გაუწყდაო ადამიანზე, რომ იტყვიან, დაკავშირებული უკვე შემდგომში ამასთან. და მასაც ვიტყვი, შეიძლება ვიღაცას ეს ნახევრად არასერიოზული ეგონოს, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის მიდრეკილი შეკრულობისკენ, ის უფრო ფულთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ თამაში ჩვენთვის პრობლემა ხდება, როცა ის ფულთან ხდება დაკავშირებული. და ფულთან ურთიერთობა არის ადამიანისთვის ერთ-ერთი განსაზღვრელი და მნიშვნელოვანი თვისება.
თუ ფლანგველია ის თუ პირიქით არის შემგროვებელი და რაც უფრო შეგრულებისკენ არის მით უფრო შემგროვებელია და რაც უფრო აშლილობისკენ მით უფრო ფლანგველია. ესეც ის ნიუანსებია, რომელიც ბავშვობაში საფუძვლად ედება. აი რა ხდება შემდგომ? შენ თამაშ დამოკიდებულებებთან მუშაობ, არა მარტო, მაგრამ მათი კონსულტანტი ხარ და უკვე გაქვს ამაში გამოცდილება. რა არის ის? საიდან იწყებენ ისინი? შენი გამოცდილებით, რას ხედავ? პირველი ერთი ფრაზით მინდა დავიწყო ჩემი საუბარი, არაფერი არ არის ისეთი დამღუპელი, როგორც ოპტიმიზმი თამაშ დამოკიდებული ადამიანის ხელში, ანუ ატომური ბომბივით არის თითქოს მისთვის, ეს ეხება არა მარტო მის პირად რაღაც სივრცეს, ფინანსებს, ეს ეხება ოჯახს, ეს ეხება მეგობრებს, ეს ეხება პარტნიორებს და ეს არა იმიტომ, რომ ადამიანი ან პასუხისმგებლოა, ან ზარმაცია, უბრალოდ მედიცინურად თუ ვიტყვი დოფამინურ ხაფანგში მე ვარ რომ ეს მოლოდინი ეს რაღაც თქვენ კარგად ისაუბრეთ აი ბავშვობიდან ყველა მისაუბრება როდესაც რაღაცას იგებენ რომ მისი თვით შეფასება რამდენიც მაქვს ფული თავს შესაბამისად გრძნობ თუ ფული არ მაქვს ანუ მე მჯერა რომ მე ვარ ცუდი ადამიანი მე ვარ არარაობა მე არ უყვარვარ პირობითად მეუღლეს მე არ უყვარვარ ბავშვებს მე არ უყვარვარ მეგობრებს მე არ შემიძლია გავიცნო პირობითად ლამაზი გოგო და შესაბამისად ამ ყველაფერს ადამიანი იჯერებს და twin-ში რა ხდება რეალურად ანუ დოფამინის ბუსტი ყოველთვის აძლევს იმედს რომ ეხლა ჩვენ ვითამაშებთ და ეს ყველაფერი შეიცვლება რეალურად თამაში დამოკიდებული ადამიანის სიამოვნებას ვერ იღებს თამაშიდან ამ თუ შევადარებთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მაგალითად ჰეროინს იმიტომ მოიხმარს ადამიანი რომ დაავიწყდეს ყველა ნეგატიური ემოცია და ილუზიურ ეიფორიას გრძნობს და თამაში დამოკიდებულ ადამიანის შემთხვევაში რა ხდება ანუ ორი ჰორმონი მუშაობს ორი ნეირომედიატორი ეს არის ნორადრენალინი ეს არის დოფამინი რაც წინა თქვით ნორადრენალინი რა არის ხელოვნურად იქმნის ადამიანის შიშს მე რაც შეიძლება მაქსიმალური რისკი უნდა შევიქმნა რომ მაქსიმალური დოფამინი უნდა მივიღო ანუ ადამიანი არ თამაშობს ისევ და ისევ ვიტყვი სიამოვნებისთვის ადამიანი თამაშობს ძალაუფლების მისაღებად ანუ კონტროლი ჭირდება მას ჭირდება რომ აკონტროლოს თავისი ცხოვრება და მას ჯერა რომ თამაში მიცემს მას ძალაუფლებას ის მოაგვარებს ვალდებულებებს ის მოაგვარებს მის პირად სესხებს თუნდაც ის დაიბრუნეს პატივისცემას ოჯახის მას მეგობრები პატივისცემდნენ იქნება და ეს უქმნის კოგნიტურ ტუნელს, რასაც ჩვენ უმართავობას ვეძახით, ანუ ადამიანი თქვენ როგორც ვძანეთ, ეს ჩვენი twin-ი რაღაც ნაწილებისგან შედგება, ანუ ეს წინა მხარე, ეს პრეფრონტალური ქერქი ნეოკორტექსი, რომლის ფუნქციაც არის პასუხისმგებლობა, რისკების გაანალიზება, ითიშება და ის ლიმბური სისტემა, რაც პასუხისმგებლობას იღებს ემოციებზე, სიამოვნებაზე და twin-ის ყველაზე ძველი ნაწილი, რომელსაც ეგრეთ წოდებული რეპტილიურ twin-ს ეძახიან, ეს არის ინსტინქტები. მე თუ ფულს ვაგებ, ან მე თუ ცუდად ვარ, twin-ი გეუბნება გაიქეცი, ან დაარტყი დაახლოებით ეგეთი ის არის მედიცინურად, ადამიანს ერთვება ინსტინქტი გადარჩენის. და მე რო გადარჩე, ისევ რაღაც თანხა უნდა მოვიწიო და დაუსრულებლად ეს დოფამინის ხაფანგს იმიტომ ვეძახით შეუძლებელია ადამიანმა მარტო უბრალოდ ამ წრიდან გამოვიდეს. თან ბევრთანაც მქონია მაგალითად აი ბიჭებთან საუბარი დაახლოებით 2-3 საათი დამჭირდა რომ აი ძალით გამომიყვანეს კაზინოდან და თითქოს 3 საათში აი გამოვხიზდი ან რას ვაკეთებ რაღაც სესხი ავიღე რის გამო ანუ იმიტომ რომ ადამიანს ჯეროდა ანუ დოფამინი უქმნიდა რაღაც ილუზიურ სისტემას თითქოს სადღაც ტრანსში ვიყავი ანუ ადამიანი ვერ აკეთებდა ანალიზს და შემდეგ რა ხდება ანუ ადამიანი აკეთებს ანალიზს ყველაფრის სესხი აღებული აქვს პრობლემები აქვს და ისევ ნორადრენალინი ირთვება ისევ გარდაჩენის ინსტინქტი ირთვება და ისევ თავიდან წრეზე რომ აი ყველაფერს მოაგვარებს მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის რომ ამ დაავადებასთან მარტო პირადად ბრძოლა უბრალოდ შეუძლებელია. ბევრმა ადამიანმა ცადა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის და დავამატებ ერთ მნიშვნელოვანს რომ მე აღარ თამაშობ ბევრი მეუბნება, მაგრამ გადადიან ალკოჰოლზე, გადადიან ფსიქოტროპულაბებზე, რატო? იმიტომ რომ twin-ი მიჩვეული არის სტიმულაციას, იმიტომ რომ თამაში როგორ არის, შეიძლება ადამიანმა დღეში 1000 ჯერ მიიღოს სტიმულაცია დოფამინის. ჩვენ დოფამინის ყველა ვღებულობთ, მაგალითად, რა არის დოფამინი? მე რომ მუშაობ, პირობითად თვის ბოლომდე ჩემი мотиваცია არის, მე უნდა ვიმუშაო. და დოფამინი მაძლევს მე ამ ენერგიას
ოღონდ ჯანსაღ ენერგიას მე ჩემი შრომით არ ვაზიანებ არავის და თვის ბოლოს არის რაღაც პრიზი დაჯილდოება მე ჩემ გონებამ იცის რომ 30 დღე გავა 31 მე რაღაც პრიზი მელოდება მაგრამ მე ჯანსაღი არის და თამაში დამოკიდებული შემთხვევაში უბრალოდ შეეჩვია გონება რომ მას სწრაფად ჭირდება მას დღესვე ჭირდება რაც ეს ყველაფერი გაამარტივა ინტერნეტმა ძალიან საინტერესო იყო მადლობა გიორგი ამ წიაღსვლისთვის და მე ახლა ცოტა ფსიქოლოგიურ მომენტს ვიტყვი არსებობს პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება ადამიანი რომელიც პირველად თანხას წააგებს იმიტომ რომ პირველად დიდი თანხით არავინ თამაშობს ის არ ამახსოვრდება ჩაკეცილია და პირველად როდესაც მოიგებს ვთქვათ პირობითად 5 ლარით მოიგებს 50-ან 500 ლარს ეს პოზიტიური გამოცდილება ხდება მისთვის ნიშნული, რომლისკენაც მე მეისწრაფვის მუდამ. იმიტომ რომ მას გონია, რომ ეს დღე კიდევ დადგება. და ნახეთ რა არის, ეს გამოცდილება მუშაობს როგორც მოტივატორი. და მუშაობის გარეშე, ძალისხმევის გარეშე, ერთ წუთში მინიმალური შენატანით უცბად გამდიდრდა. და გონია რომ გამდიდრდება. მაგრამ მათ ფულთან მიმართებაში აქვს ძალიან სპეციფიური დამოკიდებულება სხვათა შორის. მოთამაშე თulis რომ ფული არაფერი არ არის. დასცინის იმად, ვინც თulis რომ აი ფულია მთავარი ცხოვრებაში. იმიტომ რომ მის ხელში ათასები მიფრინავს და მოფრინავს, იგებს, აგებს და თვითონ ფულის ახლა 500 ლარიან ხელფასზე არ წავა ის, იმიტომ რომ 500 ლარი ახლა მისთვის ფული არ არის. არც 1000 ლარიანი, იმიტომ რომ რაღაცა დიდი თანხები უნახავს მას და არის ეს დიდი დამოკიდებულება, რომ აი ეს ზუსტად აგზნება და ტრანსულ მდგომარეობაში გადასვლა იწყება, განსაკუთრებით აი კაზინოს თემა არის საინტერესო, იმიტომ რომ სადაც ჯანსაღ ფსიქიკას ჭირდება 3 კოორდინატი. მე აქ და ახლა არც ერთი არ არის იქ. მე ჩემი თავი იქ არ ვარ, აქ არ ვარ და ახლა არ ვარ, სადღაც ვარ, ანუ ნახევრად ტრანსულ მდგომარეობაში, ამას უწყობს ხელს, რომ არ არის საათი, არ არის ფანჯარა, არ არის კონტაქტი გარე სამყაროსთან, არის მოწევის საშუალება, არის უფასო ვინო, ყავა, ჩაი და ასე შემდეგ. იქ რაღაცა ლამაზი გოგოები დადიან, იქ რაღაც ვიღაცა სთავაზობს თუ წაგების შემთხვევაში თანხას, რომ ასესხებს. ანუ ისეთ ეიფორიულ მდგომარეობაში გადადის, რომ შემდგომში შესაძლებელია 24 საათზე მეტი გაატაროს ამაში, რომ მართლაც თქვენი თქმის არ იყოს, გამოთრევა დაჭირდა სანამ მუცელზე არ აღმოჩნდება და უკვე მიხვდება, რომ ჭერი, რომელიც მას აქვს, ყველას აქვს ჭერი, იცის სადამდე შეუძლია წააგოს მიუხედავად ტრანსისა, ამოეწურა, მე ითხოვს შველას უკვე. ეს არის ორი ტიპის ადამიანია ზოგადად, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ხო, ერთი არის დამოკიდებული პროცესზე, მეორე შედეგზე. აი ამ ორ ტიპში არის ძალიან დიდი განსხვავება. ეს ყალიბდება. ის ვინც არის პროცესზე დამოკიდებული, მისთვის ეს აი თქვენ თქვით რომ სიამოვნებას კარგავენ ყველაფრისგან, მაგრამ ეს არის ერთადერთი პრომინენტული, დომინანტური მოთხოვნილება, რომელიც იკვეთება და უკან წევს ჭამას, სექსუალური მეგობრები, ცოლი, შვილი, ყველაფერი იკარგება. ერთადერთი ეს მოთხოვნილება არის. და პროცესზე დამოკიდებულ ადამიანს სანამ მუცელზე არ აღმოჩნდება, წაგება, მოგება მისთვის ის პროცესით იღებს და ადარებენ ამას ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანისთვის. როგორც ამბობენ, რომ ესეთი მოთამაშე პროცესზე დამოკიდებული თავარი მოტივატორი არის სწორედ ეს პროცესი. მაგრამ ვინც არის შედეგზე დამოკიდებული, ის პათოლოგიურ გემბლერად შეიძლება იმდენად არ ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ შედეგზე ხვდება, რომ წააგო და რაღაც მომენტში გამოდის, იმიტომ რომ ყველა ვინც ითამაშა მოთამაშე არ გახდა, ისევე როგორც ყველა ვინც ნარკოტიკი გაიგეთა, ნარკომანი არ გახდა. ეს არის იმთავით, რა თქმა უნდა, თქვენ სწორად ვცადეთ დოპამინის ნაკლებობა, რომელიც მას აქვს. შეიძლება ეს არის გენეტიკური, შეიძლება ეს არის რაღაცა, ვთქვათ, პრედისპოზიცია, წინასწარი განწყობა და ჭირდება მუდმივი საწვავი.
რა უწყობს ამას ხელს? აი რა არის ის გარემო, რომელიც ამას უწყობს ხელს ამ წახალისებას? პირველი რაც არის ზოგადად ყოველთვის იწყება ეს მისი მიკროსოციუმიდან, ანუ ეს იწყება ოჯახიდან, ეს იწყება რეკლამებიდან, ну დღეს ლეგალურია, ეხლა დღეს მაგალითად ნარკოდამოკიდებელ ადამიანში გაუჭირდეს ჰეროინის ყიდვა, იმიტომ რომ უნდა მოძებნოს დილერი, რისკზე წავიდეს. დღეს მაგალითად უკვე კაზინოში, თქვენ კაზინო ბრძანეთ, კაზინოში წასვლაც არ არის საჭირო, ზოგადად მასშტაბური, იმიტომ გახდა ეს პრობლემა, რომ მაგალითად ადამიანი, რომელიც პირობითად სამტრედიაში ცხოვრობს, ის 50 ლარის გამო დედაქალაქში კაზინოში ვეღარ წამოვიდოდ, იმიტომ რომ ელემენტარული სახსრები არ იყოფოდა. დღეს უბრალოდ შეგვიძლია ჩვენ დავრეგისტრირდეთ, მაგალითად, ჩავრიცხოთ თუნდაც მინიმალური 1 ლარი და ეს 1 ლარის ვითამაშოთ. ან პრობლემა იმიტომ გახდა მასშტაბური, რომ ცოტა ვისაც აქვს რაღაც სოციალური პრობლემები, რეკლამები არის ძალიან ლამაზი, ესეც აი შვილი მყავდა მაგალითად 5 დღის წინ, 6 წლის შვილი მყავს, მოვიკითხავ ანანოს. გასართობ ცენტრში როგორ არის აი აპარატები რო დგას და იქაც როგორ არის ვიყიდე ბარათი, სადაც თანხა ჩავრიცხე და ბავშვმა დაიწყო პროცესი და ეს ეიფორია და როგორც ბალანსი დამთავრდა, ბავშვმა უბრალოდ ინტერესი დაკარგა, ანუ ზამონაყინი ჩამოშევდა, არა ბავშვი უნდა, ბავშვთან მის გონებას უნდა და დოფამინს, რომ ბავშვი პროცესში დარჩენილიყო, მაგრამ ბავშვი იმით განსხვავდება, რომ ჯერ მისი პრეფრონტალური ქერქი არ არის კიდე ჩამოყალიბებული, მან არ იცის ანალიზი, ფინანსების დახარჯვა, რამდენი შეიძლება, რამდენი არ შეიძლება და თამაშდამოკიდებულის პროცესიც იგივე ხდება, აი კაზინოში რო შეხედოთ მაგალითად ადამიანს, თავარია ბალანსი არ დამთავრდეს, მას როგორც თქვენ ბრძანეთ, საერთოდ არ აინტერესებს ის თანხა, რომც მოიგოს თანხა, მას იმიტომ უნდა გქონდეს, რომ რა თქმა უნდა, რომ თავარია პროცესში დარჩეს. მეორე რაც არის მე თქვენს შემდეგ ჩემზე უკეთ ისაუბრეთ, ალბათ ფსიქოლოგი ბრძანდებით, თვითშეფასება. ყველა ვინც ჩემთან მოდის ბენეფიციარი, ყველა ამბობს ერთი და იგივეს, მე თუ ფული არ მაქვს, საფრინა ვერ გამოდივარ. მე თუ ფული არ მაქვს, მაგალითად, სამსახურში რო დავინახო მეგობარი, შეიძლება გაუშვა, მე ცალკე წავიდე, იმიტომ რომ მას ჯერა, რომ თითქოს ვალდებულია ეს ადამიანი, რომ ყველას თანხა გადაუხადოს, ყველა რესტორანში დაბადიჟოს, ანუ კარგი ტანსაცმელი ეცვეს და თუ ეს ყველაფერი არ აქვს, პირველი რაც არის, ისე გონება თავაზობს, რომ აი შენ ამ ყველაფერს მოაგვარებ, აი გერ არის ყველანაირი პირობა იმის, მაგრამ განსხვავებული ის არის, რომ თამაშდამოკიდებული ადამიანის ტვინი მხოლოდ ერთ გზას თავაზობს. პირობითად თუ ყველანი ნორმალურია, შეიძლება ადამიანს რაღაც პრობლემები შეგექმნეს, მაგრამ ადამიანი გეგმას იწყებ, მოდი სხვა სამსახური ხო არ დავიწყო, დახმარება ხო არ ვითხოვო, ან რაღაც ბიუჯეტი ისე შევამცირო, რომ რაღაც ხარჯები სხვაგან მიმართო. თამაშდამოკიდებული ადამიანი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, რომ მე პირობითად აი შევალ ხე კაზინოში და მაგალითად არანაირი ირონიით არ ვსაუბრობ, აი ბებოს ეხა პენსიას ვესესხები და მილიონს მოვიგებ და ბებოს მაგალითად 5 ჯერმეს დაუბრუნებ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ბებო შემდეგ ერთი თვე მაგალითად წნევის წამლის გარეშე რჩება, ნუ ამ მაგალითებს ყვები იქიდან, რაც ადამიანებს უბრალოდ გაუზიარებია ჩემთვის და იმ მომენტში უბრალოდ ჯეროდა, რომ აი ბებოს წამლის ფული მაგალითად მე ახლა 5 ჯერმეც მოვიგებ. ან ყოფილა სიტუაცია, 8 სული ყოფილან ოჯახში, ხანში შესული ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები და უბრალოდ ადამიანი მივიდა, ბანკში ჩადო კრედიტი აიღო და ის თავიდან იმიტომ დავიწყე ლაპარაკი ის ოპტიმიზმი, რომ ის 100%-საც არ უშვებს იმას, რომ ადამიანი ან შეიძლება წააგოს და უბრალოდ ისე დარჩეს, იმიტომ რომ ისევ და ისევ ის ჩვენ რაც ანალიზში გვეხმარება ტვინის ეს ნაწილი, რომელიც აუცილებელი არის, უბრალოდ გათიშული არის, აი სადენებს რო შევხედოთ, გარეთ ბოძები როგორ არის, ხო სადენები ესე მუშაობს, ნეირონების გადადის და დაბალანსებული ძაბვა არის. თუ სადმე მაღალი ძაბვა მოხდა, აი ნატურა უბრალოდ სკდება. აი დაახლოებით ეს გასხდომა არის იგივე ამ თამაშდამოკიდებულებაში, რომ უბრალოდ ადამიანი უმართავია. ადამიანს როდესაც ნორადრენალინის ზემოქმედების ქვეშ ეს აქვს, აი შიში, ხელის გულები უფრიანდება, თვალის გუგები აქვს გაფართოებული, აი დაახლოებით საფარიზე ლომი რო ნახან, ლომი მაგალითად როდესაც მიდის სხერპლის დასაჭერად, მის ნორადრენალინს გამოყავს, მას უნდა შეეშინდეს, რაღაც კონცენტრირებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ის სხერპლია და მე ის არ უნდა დავკარგო. დაახლოებით ეგრე მუშაობს ადამიანის ტვინის ის ნაწილი, რომელიც რეპტილიური ტვინია, ვახსენე, ის არის ინსტინქტებზე. მე უნდა გადავრჩა, მე დღეს არ უნდა ვიყო ცუდად, მე ხა ამ წუთას არ უნდა ვიყო ცუდად. მოდი მე ხა კარგად გავხვდები და აი შემდეგ ვიფიქრებ თვის ბოლოს რა ბედი ეწევა მაგალითად ჩემს ბინას და ასე შემდეგ. სხვათა შორის
ეს ადამიანები არიან, როგორც ალბათ არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად საუბარი, საკმაოდ მაღალი ინტელექტის მქონე, მაღალი IQ აქვთ. ხშირ შემთხვევაში არიან ნიჭიერები, სწრაფები, სხარტები და აქვთ ამბიცია, რომ რაღაცას გამოთვლიან. შეიძლება დაიწყოს ყველაფერი ტოტალიზატორით, მაგალითად. და ტოტალიზატორი ზოგს გონია, რომ არის ძალიან უსაფრთხო, რა მოხდა ხა 3-0-ს ჩავწერ და რაღაცას დავდებ და იქ ბურთებს გადანაწილებო და შემდგომში აი ტოტალიზატორით დაქცეული ადამიანებიც გვინახავს. და ეს ადამიანი რეალურად ამას იწყებს აბსოლუტურად ისეთი განზრახვით, თან აზარტია, რომელიც არის უდიდესი ენერგეტიკა, ეს არის ზღვა ენერგეტიკა. თან თუ გონია, რომ მას რაღაცა შეუძლია და ნიჭიერია, ამბიცია უჩნდება, რომ ეს აპარატი როგორ მომატყუებს მე გამოვთვლი, ისე მოვიქცევი, ისეთ ფერზე და ისეთ ფსონს დავდებ, რომ მე მოვიგო. მათ ხელი უკანკალებთ, იმიტომ რომ ხელი ფსიქოსომატურად არის პასუხისმგებელი ფსონის დადებაზე და ძალიან ხშირად გუგებიც გაფართოებული აქვთ, იმიტომ რომ ეს არის შიში და ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ იწყებენ? ისე რომ ვთქვათ, სოციალურად შეიძლება იყოს გაჭირვებული ოჯახიდან ეს ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ამოუდგეს გვერდში. აი პირობითად ვთქვათ, სკოლაში წავიდა ბავშვი, რომელიც კარგად სწავლობს, ნიჭიერია და მის ყველა კლასელს აქვს ზოგს 50 ლარი უდევს, ზოგს რაღაცა 100 ლარი და მას ლარი უდევს, ან ისიც არა. იმიტომ რომ ვთქვათ, მის ოჯახს არ აქვს. მას თუ კი ერთხელ მაინც ნახა გემო, რომ შეიძლება ამ ლარით 50 ლარი მოიგოს, ეს უთანაბრდება თავის აზრით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ფული. და ეს მომენტი, რომ დიახ, თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ მე მაშინ ვარ განაფული რამეს წარმოადგენს. არაფერს, მაგრამ მე მაშინ ვარ ღირებული თქვენთვის, როცა მე ფული მაქვს და შემიძლია რომ ეს დაგახარჯოთ. თან იმათ ახარჯავს. ძირითადად ესენი არ არიან, რომ ამას ან აგროვებდეს, ან ბანკში შექონდეს, ან რამე იყიდოს, არა. პირიქით, რასაც იგებს, გაფლანგავს, შეიძლება ვიღაცებს რაღაცები უყიდოს, ვიღაცებს რაღაცები გადაუხატოს, თავის თავსაც დარჩება იმასაც ისე უკან აბრუნებს და ტყვილი ხდება მათი თანამგზავრი. ტყვილი როგორც სიმპტომი. ტყვილი ამ შემთხვევაში აი თქვენ პენსია ბრძანეთ და ის ამბობს ამას გულწრფელად, მას გონია რომ მოიგებს და დააბრუნებს და მართლა დააბრუნებდა რომ მოეგო, მაგრამ რომც მოიგოს ვერ დააბრუნებს, იმიტომ რომ იმ მოგებულს ისევ შეაბრუნებს თამაშობს და შესაბამისად საბოლოო ჯამში გამოსდის ტყვილი. და მე ამ ტყვილებში იხლართება და მისი მთავარი ინსტრუმენტი ურთიერთობაში ყველასთან, გარემოსთან ხდება ტყვილი. იმიტომ რომ და თუ ინტელექტი მაღალი აქვს, ეს ტყვილი არის შეიძლება მოისმინოთ ნაირ-ნაირი რაღაც ისტორიები, ფერადი, საოცარი და გაჯერებს და აჯერებს ადამიანს, რომ მას რაღაცა შეემთხვა, რომ არაფერი არ შეემთხვა ის. მას უნდა თანხა იმისთვის, რომ სადღაც ან ვთქვათ, აპარატებზე ითამაშოს 3-7-იანის მოლოდინში, ან კაზინოში, ახლა თქვენ სწორად ბრძანეთ, ხმელეთის კაზინო ყველასთვის არ არის. თუმცა თავიდან რო გაიხსნა დიდი ხნის წინ ინფრასტრუქტურაც გაეწყო იქვე, თეთრი პერანგები, იქ ლომბარდები, რა ვიცი, და ტექნიკურ უნივერსიტეტთან იყო თუ სადაც იყო სტუდენტი, რომელსაც მშობელი უგზავნიდა ფულს იმისთვის, რომ გადაეხადა ამ ეჭამა, ის შედიოდა და აგებდა და მერე ლომბარდებდა და ყიდდა და იყო ერთ ამბავში. რეალურად ძალიან დიდ გაჭირვებაში იგდებს ადამიანი ამით თავს და კარგავს თლიანად, ყველაფერს კარგავს, ურთიერთობებს, ოჯახს, ყველაფერი ენგრევა, ფინანსურად რომც დაენგრეს და ნულზე დაჯდეს, ხო? მისთვის ხო ფინანსები დიდად არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ დროს ის არის საშინელ განცდებში, იმიტომ რომ ხედავს, რომ უკვე არავისთან აღარ მიესვლება. არავინ კარს აღარ გიღებს. ყველა ზურგს გაქცევს ქუჩაში, მეზობელი, ახლობელი, იმიტომ რომ ყველასგან ასესხები გაქვს. ყველასთან რაღაცა გადაავადე, ზოგი დააბრუნე, ზოგი აბრუნებს, ხოთაშორის, ზოგი ვერ აბრუნებს. და აი ის ამ ორ ტრიალში არის მუდმივად ეს ადამიანი და ერთ
უბედურ დღეს აღმოაჩენს, რომ ის არის აბსოლუტურად უმართავი. იმიტომ რომ დიდხანს თქვენ ჩვენ როდესაც ვახსენებთ ლიმბურ სისტემას, ლიმბური სისტემა არის მართლაც ემოციების დებო, ასე ვთქვათ, იქ ხდება მთელი ჩვენი და ქერქვეშა მოტორიკა ასევე. და აქვე არის პასუხისგებლობის გარდა, რომელიც ძალიან ახლოს არის. აი ის მომენტი, რომ გავჩერდე თუ არ გავჩერდე, არას თქმის ხელოვნებას ეძახიან და სხვა შორის ბავშვებს ბევრ განასწავლიან, როგორ თქვას არა. არას რო ვერ ამბობ და ჯერ ვერ ამბობ ხათრით, მერე ვერ ამბობ შიშით და მერე უბრალოდ ეს გაკონტროლებს თვითონ ეს დრაივი, ეს ლტოლვა და აბსოლუტური მონახარ. განცდაში გაქრო თავისუფალი ხარ და ჩამოშალა კრიტიკა. კრიტიკა ჩამოიშალა პასუხისმგებლობა და ჩამოიშალა პიროვნება. პიროვნება რაზე აწყობილი არის პასუხისმგებლობაზე. არ არის პასუხისგებლობა, რაღაცა გაბლარულია და ლაქად შეიძლება იქცეს ეს პიროვნება, იმიტომ რომ აღარ არის სანდო, აღარ არის მისაღები არავისთვის და თითქოს აი რაღაცა მარტოსული და ყველასგან მიტოვებული ადამიანი არის. და ამ დროს გიორგი არსებობს გამოსავალი გზა სინათლე გვირაბში, რაღაცა არსებობს ის, აი მე დიდხანს ვიყავი კანადელებთან ერთად რაღაც ჯგუფში, რომლებიც მუშაობდნენ ამ გემბლერებთან და ესე როგორც NA არის ასეთი ჯგუფები არის, მთელ მსოფლიოში არის ახლა მოგესწრებით, მათ შორის არის ცალ-ცალკე ემოციონალების მოთამაშეების, რა ვიცი, ათასნაირი სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს და თუ დამოკიდებულება არ აღიარა, რომ დაავადებულია, მართლაც შეიძლება 1 წელი და 2 წელი არ ითამაშოს, მაგრამ სვამს. მერე არ დალიოს, მაგრამ რაღაცას იყნოსავს, მერე არ იყნოსოს, მაგრამ ვიღაც ადამიანზე დაემართოს დამოკიდებულება. ანუ ერთი მეორეს სვლის და რეალურად ეს ადამიანი არის ავად, მას ქვია ავადმყოფი, ცუდად არ ვამბობ, ეს არ არის შეურაცხყოფა ავადმყოფი, ის არ არის დამნაშავე, არის ავადმყოფი, ეს არის F დიაგნოზი, ანუ ფსიქიატრიული დიაგნოზი. და ნუ რა მგონია რომ ამას მარტო თვითონ გაუმკლავდება ფსიქიატრის, ფსიქოთერაპიის, ფსიქოკონსულტანტის, რეაბილიტაციო ცენტრის გარემოს შეცვლის და უამრავი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. ეს იმდენად მულტიფაქტორალურია, ეს ბევრი პლასტი აქვს ზოგადად ყველა დაავადებას და ამასაც და აქ არის კიდევ სულიერი დაავადება. ადამიანი არის 4 განზომილებიანი არსება: ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, სულიერი. ბიოლოგიური მოშლილია მთლიანად. აი დააკვირდით, კუჭნაწლავი აბსოლუტურად მოშლილი აქვს მათ. იმიტომ რომ ვახსენე ბავშვობაში კუჭნაწლავთან არის დაკავშირებული ეს მთლიანი მოშლა, რომ კუჭის შინელები მეორე ტვინს ეძახიან. რაც აქ ვერ იხარშება, ურტყამს კუჭში და კუჭის აშლილობას იწვევს, ხო, კუჭნაწლავის. ფსიქოლოგიური ეს პიროვნული ნებისყოფის საერთოდ გაქრობა, საერთოდ აი პიროვნული კონტურების და საზღვრების ჩამოშლა და არარსებობა, ნუ არას თქმაზე ლაპარაკი ზედმეტია, სოციალური ურთიერთობები აღარ შეუძლია და მასთანაც აღარ შეუძლიათ, თორე ახლა თვითონ რო არ შეუძლია. და ბოლო სულიერი, რომელიც ძალიან აზიანებს ადამიანს და არსებობს ესეთი სულისთვის დამახასიათებელი მე სულზე სასაუბრო ცოტა რთული ამაზე ვისაუბრო, მაგრამ აი არსებობს ფსიქოლოგია ღვთისმეტყველების გადაკვეთა და აქედან ვიტყვი, ეს არის სულს აქვს 3 ძირითადი თვისება ამ კუთხით, რო შევხედოთ. პირველი არის სინდისის მაგვარი ინსტანცია, რომელიც არის მაკონტროლებელი ჩვენი ქცევის. მეორე არის შიში. ეს ოღონდ შიში ბიოლოგიური შიში არ არის, ახლა შემჭამს ვიღაცა და დამიჭერს და მცემს. ეს არის ღმერთის დაკარგვის შიში, განშორების შიში, რომ არ მიმატოვოს, ანუ ცოდვის შიში და მესამე და მთავარი, ეს არის წყურვილი. აი ეს წყურვილი დრაივი არის მაინც ის საოცარი ენერგეტიკა, რომელიც ყველა ჩვენთაგანში არის და თუ
შევხედავთ სულიერი კუთხით, ადამიანს აქვს ორი რამ ხატება და მსგავსებაო, ანუ მოცემულობა და პროცესი. ნახეთ, აი ამ პროცესში ეს წყურვილი სად რომელ კალაპოტში გაუშვებს ადამიანი, იმ კალაპოტში შეიძლება ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ ეს არის ჰედონისტური, ანუ სხეულზე ორიენტირებული სიამოვნების მიღება, ეს უშრომელი ფულის მოპოვება, რაღაცა გაუკუღმართებული ურთიერთობები, ჭამას მაიქნება ეს თუ გართობის რაღაც წრე გადასული ფორმები, ამას ყველაფერს ძალიან დიდი გადასახადი მოსდევს. გადასახადი ჯანმრთელობით, ურთიერთობებით, ოჯახით, შვილებით, ყველაფერს იხდის ადამიანი მერე. და ეს წყურვილი, რომელიც სინამდვილეში არის ჩემი და აბსოლუტის ურთიერთობის მამოძრავებელი ძალა, რომ მე მივემსგავსო საუკეთესოს, მე მივემსგავსები ან ავეჯს, ან კიდე რა ვიცი, რასაც გნებავთ, მის საწინააღმდეგოს. თუმცა უამრავი ვერსია არსებობს, როგორ იყენებს ადამიანი აი ამ წყურვილს, ამ დრაივს და რადგანაც ეს 4 განზომილებიანია, როგორც ნარკომან ხმარებას მოდი ეს თქვა, ადიქტს 4-ვე განზომილებაში აქვს პრობლემა და დაზიანება. ამიტომ როგორ შეიძლება მან მარტო თავის თავს უშველოს? დიახ. აი ვიცით როგორ არის ეგ საინტერესო თქვი კონცეფცია თვითონ დაავადების ზოგადად შედარებას აკეთებს თამაშდამოკიდებული ადამიანი რა არის ზოგადად სტრესისგან გაქცევა მე მჭირდება ადამიანი რომ შევედარო დავიდა იმშვიდო აი ვიღაცა მაგალითად მეტადონის პროგრამაშია ჩართული წლები და ძალიან ცუდად ხსნობს თავს ვიღაც შეიძლება ლოთი არის ქუჩაში და უყურებ მე კარგად მაცვია სახლი მაქვს კარინოს კაზინოში დავდივარ იქ ხალხი მიემსახურება დაცვა უკან მიდგას თავს მეულებენ მე ცუდად არა ანუ იწყებს ისევ ადამიანის შედარებას რომ პროცესი არ შეწყვიტოს მაგრამ ბიოლოგიური დანაკარგი რომელსაც არ აღიარებს თამაშდამოკიდებული ადამიანი ეწყება აუცილებლად პირველი ეს რა არის ანუ ყველას რო შევხედოთ სახეზე არიან გაფიქრებულები ან D ვიტამინის ნაკლებობა რატო აქვს ზოგადად ზეცაღიზიანებთ ანუ მე პროცესში რო ვარ მე ხელი არაფერმა არ უნდა შემიშალოს კაზინოში რა ხდება თუ კაზინოში არის სახშიც ფარდა დაკეტილი ოთახში მარტო არც მზე მოდის ვერც D ვიტამინს ღებულობს ეწყებათ კბილების პრობლემა ეწყებათ ჩხილების პრობლემა ეწყებათ გულსის ზარდყვა პრობლემა ეწყებათ კუჭის პრობლემა იქიდან გამომდინარე რომ არავის არ ცალია ეხლა კერძი მოამზადოს რაც შეიძლება სწრაფად fast food-ი ისევ თან fast food-ი როდესაც ღამე უნდა გეძინოს ადამიანს შეიძლება ღამის 4-5 საათზე fast food-ს ჭამ შემდეგ დილით ისევ ცუდად ხარ ასევე იწყება სექსუალური დისფუნქცია იმ კუთხით რომ თავს არიდებენ პარტნიორებთან ურთიერთობას მქონია ეგეთ საუბრებიც ადამიანთან და როცა უნდა აღარ შეუძლია კი სპეციალურად ადრე ვიძინებ ადამიანმა იმიტომ რომ უბრალოდ აღარ მინდა სურვილი არ მაქვს იმიტომ რომ დოფამინი როგორ მუშაობს და ეს ზოგადად ნეირომედიატორები რომ მხოლოდ სიამოვნებას მე გაძლევ თამაშით შენი ოქსიტოცინი ენდორფინი სერატონინი ყველაფერი ნულზე არის მე თუ დოფამინს არ მოვცემ შესაბამისად ადამიანი უკვე ურთიერთობასაც წვეთს რაც უკვე პრობლემები იწყება უკვე ოჯახში ურთიერთობებზე ეს მეუღლე არის ამის ხშირი შემთხვევებია განქორწინების იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ხდება თამაშდამოკიდებულება რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფაქტორს ფსიქოლოგიაში აი დეპრესიული მდგომარეობა არის ეგეთი ანჰედონია ანუ რაღაც სიამოვნების უარყოფა თქვა მე მიყვარდა შვილის გასეირნება მეუღლესთან ერთად შეიძლება ყავაზე წასვლა მეგობრებთან სეირნობა ჩემი საყვარელი საქმე მქონდა ანუ დღეს უბრალოდ ინტერესი არ მაქვს არა იმიტომ რომ ცუდი ადამიანი გავხდი ისევ და ისევ ტვინმა ერთადერთი რაღაც შეისწავლა გინდა სწრაფად კარგად გავხდე მაშინ ითამაში უბრალოდ სხვა რაღაცები არ იცის შენმა ტვინმა იმიტომ რომ დაასწავლე ახალი პატერნი და 1000 ჯერ ძლიერ სტიმულაციას აძლევს შენ ტვინს პირობითად ვიდრე ბავშვი წაიყვანო რა ვიცი სადმე გასართობ ცენტრში და ერთ რამეს ვიტყვი ტყუილთან დაკავშირებით როგორც წესი არასდროს არ ამბობენ სიმართლეს ვალთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე რომ რა თქვა 10000-ია ქვალი ხო ამბობს 800-ან 900-ს და მიკითხავს რომ აი ამ 1000 რატო არ ამბობ ხო გიხდის ვიღაცა თქვა ძმა მშობელი ან რაღაცა იხდის ამას ესეთ ფრაზა არის რომ რაღაცა იქნება რა ხა მერიდება ამდენი როგორ გადავახტევინო და ერთი ეს 8 გადამიხადოს და ამორს მე რაღაცას ვიზა ნახე ხიდებს არ წვამს
მისთვის რაღაცა იქნება ერთადერთი ქცევა ისევ თამაში. ამიტომ სიმართლე რო თქვას და მართლა რო ყველაფერი დაეფაროს, მაინც ითამაშებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მინახავს ჯეკპოტ მოგებული ადამიანები, რომელსაც დაიქცია თავზე ის მოგებაც და ის ცხოვრებაც და არაერთი ეგეთი. და აქედან გამომდინარე, ეს ტყუილიც არის თავის თავსაც არ უწყდება. ეს ტყუილი არის იმისთვის, რომ ისევ არ დაწვას ხიდები და რომ გაუჭირდება ერთადერთი გამკლავების მექანიზმია, კოპინგ მექანიზმი, ეს არის თამაში. და თქვენ სწორად ბრძანეთ და ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზ ადრენერგულ ღერძზე ვართ დასხმულები ჩვენ ენდოკრინულად. ენდოკრინული მთლიანად სისტემა იშლება, იმიტომ რომ ნერვული და ენდოკრინული სისტემა არის ერთი მთლიანობა, ერთის მოშლა მეორის მოშლასაც იწვევს. და პირიქით და პრაქტიკულად ესეთი ადამიანი ნარკომომხმარებელსაც მოდი ესე ვთქვათ იგივე ჭირს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ნივთიერების გარეშე ხდება. აქ გამშვები მექანიზმები ცოტა სხვა არის. განსხვავებულია. იქ რაღაც ორმაგი და სამმაგი შეიძლება იყოს დაზიანება კიდე მართალია, მაგრამ აქაც არანაკლები დაზიანებაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რეალურად გამოფიტვა სიცარიელის განცდა და ანჰედონია, სწორად ბრძანეთ, სიამოვნების მადევარი კაცობრიობა მთლიანად კარგავს სიამოვნებას. ადამიანი, რომელიც სიამოვნებას დაეძებს, ის კარგავს და ერთ მეტაფორას გეტყვით რა. ჩვენს კოლექტიურ კოლექტიურ არაცნობიერში არის გამოცდილება, ზოგადად როგორც იმ ერთი მოთამაშის ერთი მოგება და სიამოვნება, ძალიან დიდი სიამოვნების და ნეტარების გამოცდილება გვაქვს. და ადამიანი მუდმივად ეძებს. მასში არის ჩატვირთული იმედი, რომ რაღაცა იქნება. ეს რაღაცა იქნება, შეიძლება არაადეკვატური გახადოს ადამიანი, რას ნიშნავს რაღაცა იქნება. ანუ ერთი მხრივ იმედი არის ბოლო, რასაც ვიბღაუჭებით ადამიანები, ხო, ბოლო გდება ამბობენ, მაგრამ მეორე არაადეკვატური იმედებიც არსებობს. და შესაბამისად სიამოვნებისთვის თუ დაიწყო ცხოვრება და ანუ ბაზისური მოთხოვნილება გახდა მთავარი, ამ დროს ენერგეტიკულად ადამიანში რა ხდება? არის ორი ტიპის ენერგია, ენტალპია და ენტროპია. ანუ აკუმულირებული და დაშლილი. აკუმულირება ენერგიის ხდება მაშინ, როცა ადამიანი შრომობს, თოხნის, ბარავს, კითხულობს, ვარჯიშობს, მეცადინეობს, კარგად ძინავს, კარგად იკვებება, მოძრაობს. აი ის ყველაფერი ერთად აქვს. მაშინ მას აქვს აკუმულირებული ენერგია, რაც ნიშნავს, რომ გადმოვთარგმნოთ მაღალ იმუნიტეტს და მაღალ სტრესგამძლეობას, სტრესმედეგობას. ახლა ავიღოთ ადამიანი. ქუჩაში დგას ჩაკოზული, იგინება, იფურთხება, უკაცრავად ამ სიტყვისთვის. მარტო რაღაც სიამოვნებაზე, მარტო ლუდი დალიოს, ის მოწიოს, იქ წავიდეს, იგარ და მისი ცხოვრება თუ მარტო ეს არის და სიამოვნება. ამ შემთხვევაში რა ხდება? მასში დაიშლება ეს ენერგია და შესაბამისად დაიწევს ქვემოთ სტრესმედეგობაც, რომელიც ძალიან ჭირდება და იმუნიტეტიც. და შესაბამისად ორივე ეს ადამიანი იღლება. ოღონდ ერთის დაღლა აღდგენადია და მეორის დაღლა აღარ არის ადვილად აღდგენადი, იმიტომ რომ ეს უფრო გავს გამოფიტვას, ადამიანი მუდმივად დაღლილია. არ გინახავთ, ყველაზე დაღლილები უსაქმურები არიან ხოლმე. და მე უსაქმური შეურაცხყოფელად არ ვამბობ. ადამიანი, ვინც ვერ პოულობს თავის თავს, ვინც ვერ პოულობს თავის ინდივიდუალური შკალა ღირებულებათა არ აქვს. რისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე? რა არის მისი აქ მოსვლის მიზანი? ეს შემთხვევით ხარ შეიძლება იყოს ადამიანი. გაიქროლა, გაიელვა და გავიდა ამ ქვეყნიდან. დატოვა რაღაცა, დატოვა ვიღაცა, მაგრამ რაღაცა საზრისი ხო აქვს ამას. ახლა მე ვერავის ვერ მოვახვევ თავს ჩემს აზრისებს, მაგრამ მან თვითონ იპოვოს თავის საზრისი. ამ ულამაზეს სამყაროში, ამ უმშვენიერეს, საინტერესო ლიტერატურა, ხელოვნება, მხატვრობა, რაგნებავ, სპორტი, ბუნება, მთა, ბარი, რა ვიცი, ფოთოლიც კი რომ ზოგჯერ მიფიქრია და მithქვამს კიდევაც, რომ ფოთოლზე რო იფიქრო, ისეთი საინტერესო იქ რაც ხდება, ეგეთი ქარხანა რო აშენო, უზარმაზარი ბიუჯეტი გინდა, რასაც ერთი ფოთოლი აკეთებს, რომ ჟანგბადს
გამოიმუშავებს, ხო? და ასეთ უჯრედიდან დაწყებული კოსმოსით დამთავრებული და ხშირად მიკითხოს, როგორ შეიძლება ამ სამყაროში მოიწყინა ადამიანი. და ამ დროს ამას ემატება ამდენი საინტერესო პიროვნება და ადამიანი. რა საინტერესო ადამიანი თვითონ მისი ფიზიოლოგია, როგორ იქცევა, ქცევა, ფსიქოლოგია ხო ქცევის ამხსნელი მეცნიერება, არა განკითხველი, არა შემფასებელი, ცუდია, კარგია, არამედ ამხსნელი, ესაა მნიშვნელოვანია და მე მინდა რომ იცით რა მაყურებელს გაუჩნდეს ისეთი განცდა, რომ ეს არის დაავადება და როგორც ყველა დაავადებას მასაც ჭირდება შველა, რომ ეს არ არის ადამიანი ბოროტიან გადასაგდები, მესმის ხა შეიძლება ვერავის ვერ მოთხოვ რამე აიტანოს, დღეს ამ სამყაროში არავინ არაფერს აღარ ითმენს და ეს მოთმინება ცოტა ისეთიც გახდა. ავირჩიე ჩემი თავი არის ეს ფრაზა, რომელიც ავირჩიე ჩემი თავი, რომელიც არის ქრისტიანულად თუ მეუდგები, გიყვარდეს ისე მოყვასი, როგორც შენი თავი და შენ თავს თუ ერჩევ, შენი თავისთვის ცუდი გინდა, მაშინ კარგია ერჩიე შენი თავისთვის. ოღონდ ვინ როგორ რა რაკურსით აყენებს ამას. ამ ადამიანებს ჭირდება შველა. როგორ ხდება ეს თქვენთან, თქვენს შემთხვევაში, გიორგი, როდესაც თქვენ ხართ კონსულტანტი? იცით, მადლობა. გადარჩენა ზოგადად სამწუხაროდ ვერც ოჯახი, ვერც ჩვენ, ვერც თქვენ ვერ გადავარჩით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ და დახმარებას ხანდახან ოჯახი წევრები პოულობენ, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ვალებს გადაგიხდი. ყველაფერს მოგიგვარებ და შენ ჭკვიანად იყავ. და ზუსტად ის არის, რომ ადამიანი ყოველთვის იტოვებს რაღაცას, მას სჭირდება ტრიგერი, ანუ ყველა მოდის და მეუბნება, როდესაც პრობლემები არ მაქვს, ცუდად გრძნობ თავს, მე მჭირდება ექშენი, მე რაღაც ხა ეს ნორადრენალინი სიტყვა არის ის, მაგრამ ცდილობს რაღაც პრობლემები შეიქმნას. და ეს შემდეგ გრძნობს, აი სიცოცხლეს გრძნობს, შემდეგ გრძნობს რაღაცას აკონტროლებს, მიდის კაზინოში, სადაც როგორც თქვენ ბრძანეთ, მშვენიერი გოგონები ემსახურებიან, იქ რაღაც ყველაფერში თანხას იხდის და ადამიანს ყვებულობს ამ ბედნიერებას. შემდეგ ისევ მიდის წრე, ისევ ოჯახი ყველაფერს გაიგებს, როგორც ფსკერზე დავა, მანამდე არ აღიარებს ადამიანის სანამ არ ამოწურავს თლიან რესურსს და შემდეგ ოჯახში რა ხდება ისე манипуляციები. ხანდახან შეიძლება ცრემლი გადმოაგდოს ადამიანმა, მაპატიეთ. ეგ სიტყვები არ მუშაობს, იმიტომ რომ ადამიანს ეშინია და ადამიანს მალე სურს უბრალოდ სახლის კონფლიქტი დასრულდეს. ერთადერთი რასაც ყოველთვის ოჯახს ვეუბნები, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ, რომ პროფესიონალ ადიქტოლოგებთან მოიყვანოთ, ფსიქოლოგებთან და დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ოღონდ თუ ადამიანი ამას აკეთებს, იმიტომ რომ შემდეგ რაღაც დივიდენდები მიიღოს, ესეც ხდება ხანდახან, რომ აი ადამიანი მოდის ჩემთან, იმ ოლოდინში რომ მე თქვა პირობითად ერთი თვე ვივლი და იმ ერთ თვეში ჩემი პრობლემის მოგვარება იწყება, ანუ რეალურად ყველა შემირიგდება, იმიტომ რა თქმა უნდა და აი როგორც კი ყველაფერი დაალაგდება, ისევ წრეზე მიდიან. ამიტომ პირველი ეს არის, რომ უბრალოდ ადამიანმა აღიაროს, აღიარების გარეშე აზრი არ აქვს, ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრ, მე უნდა ვაღიარო, რომ მე მაქვს პრობლემა. ჩემი პრობლემა არის და მე უნდა მოვაგვარო, მე მჭირდება დახმარება. ეს არის ნომერ პირველი წესი, რომელიც მუშაობს რეალურად გულწრფელი აღიარება. ხშირ შემთხვევაში არის კიდე რომ ცხენიათ ადამიანებს სიტყვა და მე დამოკიდებული ვარ, აი თითქოს რაღაც კეთროვანი იყოს, არ ვიცი რაღაც საზოგადოებამ შექმნა ზოგადად ეს სამინდი ჩვენთან ქვეყანაში და არავის არ ვადანაშაულებ ჯერ იმიტომ რომ ძალიან ცოტა გამოცდილება აქვს ზოგადად საქართველოს შეიძლება ალბათ 10 წელი იყოს რავი შეიძლება ეს რეაბილიტაციების კუთხით გულისხმობ რაღაც ამ დამოკიდებულებაზე როგორც თქვენ ბრძანეთ თუნდაც ანონიმური ჯგუფები რაც არის თუნდაც გემბლინგი ჯგუფები არ არის დიდი გამოცდილება ინფორმაცია რაც მაგალითად შეიძლება ისრაელში იყოს, ამერიკაში იყოს, ნორვეგიაში იყოს და ინფორმაციის ნაკლებობაც არის. ამიტომ პირველი რომ მოდის ჩემთან მაგალითად ოჯახის წევრი ყოველთვის ვეუბნები დაეხმარეთ გამოჯანმრთელებაში. ვალების გადახდა პრობლემას რეალურად არ აღარ ვალების გადახდა არის ისევ მიეცით ადამიანს ახალი ბილეთი რომ ისევ თავიდან ახალ წრეზე წავიდეს. რა თქმა უნდა ადამიანი თუ რაღაც ისე კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ისეთი ადამიანებისგან აიღო ვალდებულება რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას მასაც და ოჯახს რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ ადამიანი ხანდახან დაპირებებს იძლევა რომ მოდი დღეს მომიგვარეთ პრობლემა და თქვენ თავს პიცავარ მეორჯერ არ გავაკეთებ უბრალოდ არ მუშაობს შეიძლება ადამიანს იმ მომენტში ჯერა ისევ და ისევ ჯერა ისევ twin-ი აჯერებს რომ შენი პრობლემები დამთავრდა მაგრამ რეალურად თუ ადამიანმა არ იმუშავა მის ემოციური ინტელექტზე ჩვენთან რომ მოდის რეაბილიტაცია ჩვენ მუშაობთ ემოციური ინტელექტზე პირველი ჯანსაღად შენი გრძნობების დაფიქსირება ის რომ გეშინია ნორმალურია მაგრამ შიშით გაქცევა
პრობლემას არ აგვარებს, იმიტომ რომ ის შიში უფრო მასშტაბური ხდება. მეორე რაც არის ეს ემპათიის უნარი, ანუ მე თუ ცუდად ვარ, მე არ შემიძლია თქვენ გაგიგოთ, იმიტომ რომ ჯერ ჩემი ტკივილი უნდა მოვაგვარო, მე თუ კბილი მტკივა და თქვენს კბილი ტკივა, ჯერ ჩემი ფსიქიკა გადარჩენაზე მუშაობს, მე ჯერ უნდა გავიყვოჩო ჩემი კბილი, რომ შემდეგ თქვენ ან განუგეშოთ, ან დაგეხმაროთ და ესე მუშაობს, ზოგადად ეს ემპათიის უნარიც არ გააჩნია დამოკიდებულ ადამიანს სანამდე პროცესშია. მესამე რაც არის мотивация, მხოლოდ ადამიანი მოტივირებული არის და მისი დოფამინური სისტემა მუშაობს კაზინოზე, მეტი სხვა, ანუ ინტერესი არ გააჩნია და ის უბრალოდ თქვენ როგორც ძანეთ ძალიან მაღალი ინტელექტის პატრონები არიან ზოგადად თამაშდამოკიდებული ადამიანების და დამოკიდებული ადამიანების, იმიტომ რომ თუ შევხედავთ იმ რესურსს, რასაც ეს ადამიანები მთელი დღე, თუნდაც თანხის მოპოვება ავიღოთ, ხო? რამდენი ტყუილი უნდა თქვა, ეს უნდა დაგეგმო, ეს ადამიანს უნდა დააჯერო, ეს ისე ლამაზად უნდა უთხრა, რომ კიდე დაგირეკოს და აქეთ გამოგეშოს, რამე ხო არ გჭირდება. და ამას ადამიანი აკეთებს შეიძლება დღეში 40 ჯერ. რამხელა რესურსს დებს, თუნდაც ფიზიკურს. ხშირ შემთხვევაში ვეუბნები ბენეფიციარებს, რომ თქვენი წინა ცხოვრების 10% რომ ჩადოთ გამოჯამთელებაში, 10% საკმარისია იმისთვის, რომ კარგად იყოთ, რასაც ძველ ცხოვრებაში თქვენ ხარჯავდით. მეორე რაც არის სურვილი. სურვილი თუ არ აქვს ადამიანს, მე ვაღიარებ, რომ პრობლემა მაქვს, მაგრამ ეს სურვილი არ მაქვს. არის ეგეთი შემთხვევები, მაგალითად, დედას უნდა, მეუღლეს უნდა, მაგრამ ეს მათი პრობლემა მერერა, რომ მე პრობლემა მაქვს, მაგრამ მე ჯერ არ მინდა გამოჯამთელება, მაგალითად, მინდა 2029 წელს. თუ სურვილი არ აქვს ადამიანს, მხოლოდ აღიარება არ მუშაობს. და მესამე ეს არის მნიშვნელოვანი გამბედაობა. პირველი თვე როგორ არის ნეირობიოლოგიაში ამბობენ, დეტოქსი, დოფამინის დეტოქსი რა არის, ან ბრძოლა იწყება ორგანიზმში, ეს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი აიწევს, ადამიანი გრძნობს შფოთს, უკმაყოფილებას, შიშებს და ზუსტად ამ დროს იწყება ეს ბიოლოგიური პროცესები, თუ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ფიზიკურად გრძნობს ლომკას, თამაშდამოკიდებული ადამიანის ლომკა არის ის, რომ შფოთი აქვს, ის, რომ სტრესი აქვს, ის, რომ ანჰედონი აქვს, იმიტომ რომ ტვინი მიეჩვია გარედან სუროგატებს ამ თამაშს, ეს სიამოვნებებს, მაგრამ ტვინი ძალიან ძლიერი ორგანოა იმ კუთხით, რომ რაღაც დროის მერე უკვე თვითონ იწყებს ამ ყველაფრის გამოყოფას, όμως რა თქმა უნდა იმ დასწავლილი ჩვენ ვეძახით რაღაც ინსტრუმენტებს, ძალიან მარტივ რაღაცებს, რომ ავამუშაოთ ადამიანში ისევე დოფამინური სისტემა. გიორგი, ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე, რომ ფსკერი ხო არის მნიშვნელოვანი. ადამიანმა თუ არა აღმოაჩინა, რომ ფსკერზეა, ის ჩვენ არ ვაძლევთ მას დამიწების საშუალებას. ჰაერში ვიჭერ და რაღაცა რბილს უფენთ, რომ არ დაილეწოს. გიყვარს, გეცოდება და ბევრი ემოცია აქვს, ხო? ოჯახის წევრებს. და ეს ფსკერი ზოგჯერ გადაიქცევა ჰორიზონტად. აი, ფსკერზეა, მაგრამ ჰორიზონტზეა და ვერაცნობიერებს ამას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ბრძანეთ სურვილი. და სურვილი არის სწორედ რომ თავარი ეს თავისუფალ ნებასთან დაკავშირებული სურვილის მართვა არის ეს ინსტრუმენტი, რომელიც არის სწორედ არასთქმა და ნებილობითი ქცევა. ბევრი რამე მინდა, მაგრამ რაღაცა ჭირდება, რაღაცა უნდა გავაკეთო. მინდას და უნდას ურთიერთმემართება, რომელიც ასევე ჩაშლილი ეს ორი ცხენი, რომელსაც ადამიანი ასე ვთქვათ მიაჭენებს, რომ ვთქვათ, ერთი არის მინდა, რომელიც მინდა სიძახის და მეორე არის უნდა, რომელიც ეს გჭირდება, გეუბნება, აი ამის ბალანსი უნდა შეძლოს ადამიანმა თავისი რესურსით და ვერ ახერხებს. შეიძლება მარტო მინდას გაყვეს და ჰედონისტურ რაღაც ან ჰედონიაში წავიდეს და მარტო უნდას რობოტიზაცია მოხდეს, აი რობოტი, რომელიც რაღაცებს აკეთებს და არ აქვს ემოციები, არ აქვს განცდები. ეს უმნიშვნელოვანესია. და მართლაც ურთულესი დაავადება, ამოდი ესე ვთქვათ, ეს არის ფსიქიკური აშლილობა, ეს არის F-დიაგნოზი, მაგრამ აი ეს აქ გაჩერება არასდროს არ მეყვარს. მე ვარ ძალიან ოპტიმისტი, თქვენ ბრძანეთ, რომ მათი ოპტიმიზმი არის დამღუპველი, მაგრამ ოპტიმიზმი არის მაინც ის საწვავი, რომელიც ადამიანს უშველის გამოჯამთელებაში, იმიტომ რომ გამოჯამთელება გერდგება, აქაც პროცესია. გამოჯამთელების პროცესში, რომელშიც ის მთელი ცხოვრება შეიძლება იყოს. და ოღონდ რა არის ძალიან მძიმე მოსასმენი?
სხვადასხვა ჩვენთვისაც, იცი, ჩვენ მე არ მინდა ჩემი თავი მათგან გამოვყო. აი ორშაბათიდან დაალაგებას დავიწყებ და 1 ივნისიდან ახლა მეცადინეობას, მე აი კიდე რა 15-დან ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ან დიეტას ვიწყებ და აუ დღეს შევჭამ ტკბილს არა უშევს და ხვალიდან შევჭამ, ამას ჩვენ ვითომ ჯანმრთელი ადამიანები ვაკეთებ და არაფერი. და იმას ჩვენთან შედარებით 10,000 ჯერ მეტად უჭირს ამის გაკონტროლება. აი და ამიტომ ჩვენც არ აგვაქვს ემპათია მათ მიმართ. არ გვესმის მათი. ვბრაზობთ და მე საშინელი საკუთარი თავის მიუღებლობა ძალიან ბევრი სუიციდია ამის გამო. ბევრი დანგრეული ადამიანი, რომელმაც საერთოდ დაკარგა საზრისი, ცხოვრების აზრი და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, როგორ აღიზრას მასში ეს სურვილი, იმიტომ რომ სურვილი არის სწორედ ის საპირწონე. აი როგორც ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი აღმოაჩენს, რომ ავათარი, ერთ მშვენიერ დღეს ვერ აღმოაჩენს, რომ კარგად არის. იმისთვის ძალისხმევაა საჭირო. კარგად რომ გახდე, უნდა დაგეგმო შენი პროცესი.